ჰორიზონტის მხარეები. დედამიწის ზედაპირზე ადამიანის ხედვის არეში მოქცეულ სივრცეს ჰორიზონტი ეწოდება. სწორ ადგილზე ადამიანი საგანს 5 კილომეტრამდე მანძილზე ხედავს. რაც უფრო მაღლა ადის, უფრო შორს ხედავს. იქ, სადაც ადამიანის მხედველობას ხელს არაფერი უშლის, ღია ჰორიზონტია. ამ დროს იგი რამდენიმე ათეულ კილომეტრზე ხედავს მთებს თუ ვაკეებს, ქალაქებსა თუ სოფლებს. სამაგიეროდ ხეობებში, ტყეში, შენობა-ნაგებობებს შორის და სხვა ასეთ ადგილებში ჰორიზონტი იზღუდება და მას დახურულ ჰორიზონტს უწოდებენ. ჰორიზონტს 4 ძირითადი და ამავე დროს საშუალო მხარეები აქვს. ჰორიზონტის ძირითადი მხარეებია აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი. მათ შორისაა ჩრდილო-აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი, სამხრეთ-დასავლეთი. უცნობ ადგილზე მოხვედრისას ადამიანს შეიძლება ორიენტირება გაუჭირდეს. ამისთვის საჭიროა დავაკვირდეთ ჩვენს გამომცემულ ბუნებას. ყველაზე სწრაფად ჰორიზონტის მხარეებს მზის მეშვეობით დავადგენთ. მზე დილით აღმოსავლეთს გვიჩვენებს, შუადღისას სამხრეთს, ხოლო საღამოთი დასავლეთს. შუადღისას მზე, ხოლო შუაღამისას მთვარე დედამიწის ზედაპირზე ყველაზე მოკლე ჩრდილს წარმოქმნის. ამ დროს ჩრდილი ჩრდილოეთისაკენ არის მიმართული. ღამით გაგნება მოხერხებულია პოლარული ვარსკვლავების მეშვეობით. იგი მუდმივად ადგას თავზე ჩრდილოეთ პოლუსს. ჰორიზონტის მხარეებზე მცენარეების მიგვინიშნებენ. მაგალითად, ხავს ჭრილი და ტენი იზიდავს. ის ძველი შენობების, დიდი ლოდებისა და ხემცენარეების ჩრდილოეთ ნაწილზე სახლობს. ხემცენარეებს ქერქი უფრო მუქი და უხეში ჩრდილოეთის მხრიდან აქვთ. წვიმის შემდეგ ხის ქერქი უფრო სწრაფად სამხრეთიდან შრება. განცალკევებულად მდგომი ხის ტოტები ჩრდილოეთის მხარეს უფრო მოკლეა, ვიდრე სამხრეთის. მთის ფერდობები კარგად გვიჩვენებს ჰორიზონტის მხარეებს. თუ ერთ ფერდობზე ტყეებია, ხოლო მის მოპირდაპირზე მხოლოდ ბალახი, მაშინ ტყიანი ფერდობები ჩრდილოეთისაკენ ყოფილა მიქცეული. ჰორიზონტის მხარეებზე მწერების მიგვინიშნებენ. მაგალითად, ჭიანჭველების ბუდეს ჩასასვლელი სამხრეთის აქვს. გაზაფხულზე ორიენტირებისთვის თოვლზე ან ყინულზე დაკვირვებას გამოგვადგება. იგი სამხრეთის მხრიდან უფრო ნაკლები სისქისაა და სწრაფად დნება. ჰორიზონტის მხარეებზე ქრისტიანული ეკლესიების მიგვინიშნებს. მათ საკურთხეველი აღმოსავლეთი მხარეს აქვს. ორიენტირება ადგილზე ჰორიზონტის მხარეების დადგენა. ჩრდილოეთ პოლუსი, დედამიწის უკიდურესი ჩრდილოეთის ნაწილი, რომლის მიმართ დედამიწის სხვა ნებისმიერი ნაწილი სამხრეთის მიმართულებისაა. წყარო პირველი. ჰორიზონტის მხარეები. ჩრდილოეთი, სამხრეთი, დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი, სამხრეთ-დასავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი. წყარო 2. ცალკე მდგომი ხე. წყარო 3. არაგვის ხეობა. ხევსურეთი.